მოგესალმებით, როგორ გწადებით? მოგესალმებით, მადლობთ, კარგად, ყოველ შემთხვევაში დავიწყეთ კარგად. როლიკო თავის ამპლუაშია, რო იტყვიან და ეს ეხერხება ამ კაც ნიჩია, ტალანტია, ამ სფეროში ეს ფაქტია და მიხარია რომ განწყობაც კარგი გაქვს და ჩვენ მაყურებელსაც უნდა გადავდოთ ეს განწყობა, ხო? თანახა დღეს ეს თემატიკა გვაქვს, რომელიც ყოველთვის ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ დროს ყველაზე აქტუალურია, სიყვარული. ანუ სიყვარული ხა სხვადასხვა სახით გამოიხატება პოეტურად, შეიძლება მუსიკალურად, შეიძლება ცეკვითად, დამტკიცებით საქმეა. ათასნაირი ვარიანტია, ფორმები უამრავია, მაგრამ რასთვარი არასოდეს არ კარგავს თავის აქტუალურობას. ნებისმიერ რელიგიაში, ნებისმიერ ქვეყანაში ისტორიის სულ ხო? ამიტომ ასტროლოგიაც არ არის ამისგან წასული შორს, პირიქით ასტროლოგიაში ჩვენ გვაქვს სიყვარულის მმართველი პლანეტა და ზეგავლენა, ხო, როდესაც დავუშვათ სიყვარული, ხა მოდი ასე ვთქვათ, რაღაცებს ზოგჯერ პლანეტა ვენერა რაღაცებს ითხოვს ჩვენგან, რომ სიყვარულში რაღაცა შევიტანოთ. აი ასტროლოგია სწორედ ამიტომია საინტერესო, რომ გვაქვს ამის გაგების უნარს, რომ აი ამ სიყვარულში რა ნოტები ჯობია ამ თვეში შევიტანო და მომავალი თვე მაგალითად ცოტა სხვა ნოტებს გვაძლევს სიყვარულში, რომ ცოტა სხვა ელფერი მივცე და ბრავალფეროვანი ელფერი მიეცეს მას. ხო, ნუ სიყვარული უკოია, აბარა მძაფრდება. ფაქტობრივად მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ახლა და მაგალითად ჩინელებს აღმოსავლეთ ცოტა სხვანაირი ხედვა გვაქვს. მაგალითად ჩვენთან რო ითვლება რომ უკვე აი მარტი და აი გაზაფხული მე იქ თებერვლიდან ითვლიან გაზაფხულს. ითვლება რომ თებერვლიდან პირველი ყვავილები როგორც კი გამოჩნდება, ხო? ყოჩი ვარდებია. აი უკვე ითვლება რომ აქედან იწყება უკვე გაზაფხული, მიხდი? და ამიტომ ჩვენ ხა რეალურად მართლა შევდივართ, მე მგონი ამ ზონაში უკვე ეს ყვავილებიც გამოჩნდა გაცვენ დღეს მიმოზა ვნახე და ასე შემდგომ და რაღაც აყვავების მომენტია რა, ხა ბუნებაც გვეუბნება ამის შესახებ. და ამიტომაც სიყვარული ასე უკვე აქტუალურია, იმიტომ სურნელი შემოდის და მე სხვა ჩემს სტუდენტებთან როცა მაგ ლექცია, ყველაზე მეტად მიჭირს გაზაფხულს. იმიტომ რომ გათიშულები არიან, სიყვარულის ელფერი. ეს რა ფანჯარაში უყურები, ლექცია არ უნდა დგესმის, სადღაც სხვაგან არიან, დაფრინავენ. აი ეს სურნელი მოქმედებს მათზეც, ხდი? დიდებული ამბავია. ხო, ეხლა შემოკარგება, მოდი ეს ვთქვათ, სიყვარულს მართავს პლანეტა ვენერა. ასტროლოგიაში ვენერას აქვს ის ენერგია, რომელიც სწორედ ადამიანში ბადებს პირველში ამ სასიყვარულო საოცარ ენერგიას, განწყობას, მიდრეკილებას და ასე შემდგომ. ამიტომ თებერვალში ხა რაც დაგვრჩა ამ პერიოდში დავუშვათ ვენერა რას გვიქადის. და საინტერესო მოვლენა ხდება, მინდა გითხრათ, ვენერა გადავიდა ვერძის ზოდიაქოში. საკმაოდ დიდი ხნით. ანუ ეს დაახლოებით გაგრძელდება აპრილის ბოლომდე. მე ერთი თვით გადავა თევზებში. სადაც ვენერა ძალიან კარგად ზნობს თავს და აი იქ მართლა გაიფურჩქნება მაისში სიყვარული, მაგრამ მე ისევ გადადის, ასე ვთქვათ, უკან ბრუნდება ვერჩი და მე გააგრძელებს გზას. სასტორში როდის არის? არა, ჯერ ადრეა. იქ სასტორში სულ არის თქვენი მმართველია ვენერა. აი ეს მინდა ვთქვათ. მინდა, ხო, ვიცი შენ რა გინდოდა. სულ არის, იმიტომ რომ თქვენი მმართველია, ხო? მაგრამ ის ვენერა მოძრაობს, ხო, მაინც არ ჩერდება მარტო და აი რომ მოძრაობს, დღეს თებერვალში არის ვერჩი. ეხა ვერცის უყურე უნდა ვთქვა აუცილებლად სასწორებს სიყვარულის ქალღმერთებს ეძახიან. კი, გეთახმები, იმიტომ რომ თქვენ ხო საუკეთესო ხედვა. აი უყურე ვენერა სად გზნობს თავს კარგად. აქ ადგილები სადაც კარგად გზნობს. და აქ ადგილები სადაც მაინც კარგად ვერ გზნობს. აგერ თევზთან უგზნია კარგად. თავის ვერა უყურე სასტორი, ყურო ჩვენ ვართ და თევზები. აი სამი ნიშანი, სადაც ვენერა არის ეგზალტაციაში და ყველაზე კარგად აი ფურჩქნება რო იტყვია, ხო? მაგრამ მათ საწინააღმდეგო ნიშნებში ვერ არის კარგად. აი შენი საწინააღმდეგო ნიშანი სასტორის არის ვერძი, სადაც ახლა მოხდა ვენერა. ეხდი, ამიტომ ფორმა მისი ახლა სასიყვარულო და ეს ყველას მეტნაკლებად შეეხება. არის ცოტა მძაფრი. მართალია ხა ვერძი რასაძლევს მას. სამაგეროდ სასიყვარულო ურთიერთობებში ხა შემოვა დიდი ენერგია. ადამიანები უფრო აქტიურები იქნებიან, რაც არ უნდა დაუჯდეთ, უნდა რომ დაუმტკიცონ თავის სიყვარული, ხო, გესმის? რას არ გააკეთებენ ამისთვის და ვერძი ხო მეუმარია. ამიტომ ხა ზოგ მაგათ ყმაწვილს გაუშვება სურვილი რომ მეუმრული სულისკვეთება გამოავლინოს თავის უშიშარი ხასიათი დაანახოს რჩეულს, გესმის და იყოს ლიდერი ტიპიური, გესმის და ჩემი სიტყვა მთავარია და მე ავტორიტეტი მაქვს და მე ეს მომენტი
თავარი არ გადააჭარბო, ჩემო კარგებო, ამეში. ეს ვის და კიდე არ შეაშინოთ იგივე პარტნიორი. რატო ამბობ, რატო არ უყარს ვენერას ყოფნა ვერჩი, იმიტომ რომ ზოგჯერ ესეთ სიყვარული გადადის ეგოიზმში, გადადის დიქტატორულ ტენდენციებში, მე ყოველთვის მართალი ვარ. ეხდი, აი უყურე, რატო უყარს მაგალითად თევზებში და სასწაულებში. იმიტომ რომ რბილია ეს ორივე ნიშანი, მიხვდი? და ვენერა არის ძალიან რბილი, ძალიან ჰაეროვანი, ძალიან რომანტიული ამ ნიშნებში. ვერჩი არა, მეომარია. ეხლა ხმალი უკავია და მედის ხო სხვანაირი ლაპარაკი. აი მაგას ვამბობ, ვერჩი კარგია, მეომარი რო ხარ, მაგრამ სიყვარულისთვის ცოტა მეომრული სულისკვეთება ზოგჯერ ზაბავს სიტუაციას, ამიტომ კამათისამე მიდრეკილება მატულობს, როცა ვენერა გადის ვერცხს. უყურე, როცა ვენერა გადის თევზებს ან სასწორს, რა ხდება მაგ დროს პრობლემა შეიქმნა, როგორ წყდება მშვიდობიანად, დიპლომატიით და კომპრომისების ლაპარაკი. მაგრამ ვერჩი როცა ეხლა ბოდიში ეხლა ორივე მხარეს უნდა თავისი დაამტკიცოს, ორივე მართალია, ორივე ჯიუტია, არც ერთი არ თმობს და მაღალ ტონებზე მიდის საუბარი, რომელიც კამათში გადადის. ორ ვერც რო შეუყვარდეს ერთმანეთი? ხო, ნუ დაახლოებით ეგ სურათი. ეგ სურათი მიდის, ხო, საომარი სიტუაცია ხაჭვერს მე ვიცნობ ოჯახებს, სადაც ვერძები არიან, ვერძები, ლომები, ასე ცეცხლის ნიშნები. უნდა ნახო კედლების ტემპერატურა. აშკარად იგზნობ რა დაგცხება ეგ რო შეხვავდა სხვანაირი სიტუაცია გარემო გესმით? ხო, ამიტომ ჩემო კარგებო, ვერჩი რახან არის ვენერას, ეგ ეხლა არის მთავარი რა. ამ თვეში ზედმეტად არის კამათოთ, კამათსაც ხო გააჩნია, ხო ხა კამათი რო კამათობს დაუშვათ თევზები და სასწორი დამთმობია. რომც იყოს კამათი, ამას შეუძლია დათმო, რაღაცა საჭირო გაჩუმნა და დიპლომატიური მომენტი. ვერძე არ არის ეგეთი. ვერძმა უნდა თავისი გაიტანოს შუბლით, რაც არ უნდა მოხდეს. მიხვდი, ამიტომ ეს კამათი არ გადაიყვანოთ აგრესიულ კონფლიქტურ სიტუაციაში. თებერვალი ამას ითხოვს ყველას განაწილობრივ მერე მარტიც. მაგრამ მარტი უფრო გაგვიადვილდება და ხა 18-დან უფრო გაგვიადვილდება რატო? ვენერა არა, მაგრამ ზე გადავა თევზებში. აი ეს თევზები ცოტა უკვე შეარბილებს ამ ფონს. აგრესიულს, მაგრამ ნუ მაინც ეს არის ვენერა და ვიყოთ ცოტა ყურადღებით ვერჩი, კამათს მოვერიდოთ თავი, ეგოიზმს დავანებოთ თავი, ეხლა ექნება სულსტრაფობა, ადამიანს გინდა თუ არა მალე უნდა რომ ეს სასკვალო ურთიერთობა ჩამოყალიბდეს ან გაფორმდეს და ეჩქარება. ამ ნაჩქარ მდგომარეობაში შეიძლება შესწმა დაუშვეს, მათ შორის პარტნიორი არასდროს აერჩიოს. იქ სადღაც მოხიბლა იმან რაღაცა გამოხედვით, არიქაც ოღონდ უნდა მოიყვანო. ნუ ჩქარობთ. კარგად დააკვირდი ჯერ. გაიარეთ, გამოიარეთ, შეხედე, რა ხდება, რა ფსოფხედულობა აქვს, როგორია. აი ეს არის, ვერც ვეჩქარებ. ამაში ვიყავ, ხო? ეხლა მოდი ვნახოთ. მოდი ეხლა ხო, აი რა თითოეულ ნიშანს რომ მიყვება. ეხლა ცალკეულ ნიშნებზე, ეს ზოგადი ტენდენცია გავიგეთ, ეხლა ცალკეული ნიშნები. აი ეხლა მოდი ამშვიდ, პირველ რიგში ვერცა ყველაზე მეტი ეს მომენტი, რომ ერთის მხრივ კარგია, შეიძლება გამოუჩნდეს, იმიტომ რომ ვერჩი გადის, ახლა ვენერა და ვერც უჩებ შეიძლება გაუნათდეს რაღაცა გული და სასიყვარულო პარტნიორი იპოვოს ან გამოჩნდეს ადამიანებისთან რომანტიკული კავშირი გაუჩნდეს, მაგრამ აი ეს ყველაფერი რას თქვით, პირველ რიგში ეხება ვერც. კამათი არა, სულსტრაფობა არა, აგრესია არა, პირად ურთიერთობებში თუ გინდათ რომ ეს ურთიერთობა დაალაგდეს და იყოს 7. მაგრამ რაც მეტად მაგალითად თუ მამაკაცი ხართ და მამაკაცურ კართვისებებს გამოავლენთ, ვაშკაცურს, რასაც ქვია დარბღაისლურს, ხო? კეთილშობილურს მით მეტად პირადი ურთიერთობა წავალ. კარგად და მით მეტად მიიზიდავთ მათ შორის საწინააღმდეგო პარტნიორებს, მაგრამ ვერძი ქალები რა მოგახსენოთ, აქ ცოტა სხვა სიტუაცია. ვერძი ქალი როგორი ეცის მეუბარია. თვითონ წვეთს რა უნდა და ვინ უნდა. თუ არ უნდა, სხვა შორის ამ ხრივ ერთი პლუსი აქვს. თუ არ უნდა ურთიერთ პირდაპირ გეტყვის. აქ ახურად. არ მომწო ხარ, კარგად მეგობრებად დარჩით, მორჩა. არავით არის აი თევზებს უჭირს. სასწორსაც უჭირს, ზოგი ცდილობს თბილად, რბილად გაახამძლივოს, იქნებ რაღაცა გამოსწორდეს, მიხვდი? ვერძი არა, ვერძი პირდაპირ, იმ დღეს ვეგეტყვის, დღე მორჩით. გავიდა ჩვენი დრო მეხუთი. აი ესეთი არა, ვერძი ქალი ცოტა. ხო, მაგრამ თლიანობაში სასკვალო ურთიერთობა ეხლა არის სწორედ ყველაზე კარგი ვერძისთვის. მაგრამ რაც შეეხება კუროს ჭირდება სიახლის შემოტანა პირად ურთიერთობებში. ახლა დავუშვათ რაღაც რომანტიკული კავშირი გაჩნდა. ხო, შეიძლება სხვა ჩვენ საიდან მოხდეს. მაგალითად მეგობარმა გააცნოს მეგობრული კავშირებიდან შემოვიდეს ან მეგობრულ წრეში გაიცნოს ვიღაცა. ან შეიძლება ეს მეგობარი იყოს, მაგრამ აქამდე თუ არ აქცევდა ყურადღებას და ვერ ხედავდა ამ ხარეს. ეხლა უცებ თვალებით შეხვდნენ, რაღაც ახალი გაიხსნა, ხო, მათ შორის, მაგრამ ეხლა შემდგომ როგორ იქცევა ეხლა კურო, რა მოეთხოვება სამყარო, რას თხოვს პირად ურთიერთობებში? სიახლეს.
არ უნდა იყოს ძალიან კონსერვატიული მომაბეზრებელი. პირიქით, ორიგინალური თვითგამოხატვა, რაღაც არასტანდარტული სიტყვები, მოქმედებები, მოულოდნელი სასიაოვნო სიურპრიზები, რაც მაინც კუროს არ ახასიათებს. მაგრამ ახლა სამყარო ამას ითხოვს მისგან, თუ გინდათ, რომ ის პარტნიორი მოიზიდო და თქვენმა სიყვარულმა ახალი ელფერი შეიძინოს. ხო, ჩვენ მაყალია ალბათობა კუროს, რომ ინტერნეტითაც კი იპოვოს სასიყვარულო პარტნიორი და იქ გაჩნდეს რაღაც საინტერესო რომანტიკული კავშირი. თებერვალი ესეთია მისთვის. ახლა მოდი ვნახოთ ტყუპები. აი ტყუპებს აქვს სამსახურეობრივი რომანების პერიოდი. უცებ შეიძლება სამსახურში მოეწონოს ვიღაცა. ამ სამსახურში გაიცნოს ვიღაცა იყოს სტუმარი მოსული და შემდგომ. არის გამორიცხული უცებ ხელმძღვანელ პირს შეხედოს სხვანაირად. უცებ დაინახოს სხვა ადამიანები. ხო, ანუ რატო იმას არა რა ქვია? მოულოდნელობების ეფექტია ძალიან მაღალი გაიგე. უცებ შეიძლება მოხდეს რაღაცა გაუნებო. მაგრამ ეხლა ითხოვს კოსმოსი რას? ტყუპები ხო ის როგორ ნიშნავს? ცოტა აქვს კარაფშიტობის მომენტი, უყვარს ფლირტი. ხო, ფლირტი უყვარს ძალიან და ასე სიამოვნებს. ეს ყველაფერი ზოგადად გასაგებია. სამყარო ხარ რას თხოვს, მაგრამ ცოტა მე ცეროზულობს. პრინციპ 7 ჯერ გაზომერთ, ხო, გაჭირ სანამ რამეს ეთქვი და თვალებს დაუჟუჟუნებ. ჩემო გარბო. ხო, აი, ანგელით თუ არიან სერიოზულები შუადღესა და საღამოს ხვებია კიდე. ხო, ხედავ. თან ახლა ორია შიგნით, ხო? უყურე ახლა დილით არიან მე მგონი. ახლა უყურე ერთ ტყუპს დილით რომ მოწონს ის პარტნიორი. საღამოს მეორე ტყუპს აღარ მოწონს, ვიტოს საღამოს იღვიძებს მეორე. მეხუთე და ამიტომ ხან გულ გახსნილი. მე ვფიქრობ რომ მეტნიც არიან ზოგან. არა, შეიძლება ტყუპი იყოს. როგორც ჩვენი თაკო ამბობს კორინთელი 4 ვართ, 4 ხშირად იძახის ამბობს. ვფიქრობ რომ მე მართლა მე მეუღლე ერთ-ერთი. ტყუპებია? ტყუპები იყო, არის და პირ აღარ არის ჩემი მეუღლე და ნუ აი მართლა ბევრჯერ მithქვავს, არის 7-800 თვლიდი. ეხლა მითხარი როგორ იძლებდი, როგორ უძლებდი რასაკეთებ? ზართული ნემითო, ანუ ზართული მდგომარეობა იყო რა. არა, საინტერესოა პირველ წყაროა. იყო რაღაცა ზართული იყო, იმიტომ რომ რაღაცა სხვა რო დილით იტყვი და მე მომემზადები ამისკენ. ნუ ცოტა იყო 1-2 საათში სხვა რამე, მე სხვა რამე, მე სხვა რამე. კი. და ამიტომ 5 წელი 4 წელი მე დაღალეს კაცი დაღალეს დაიღალა კაცი უბრალოდ დაღა გამოაცალა მთელი ენერგია არა ამბავი ის იყო რომ თან სიყვარული იყო ისეთი და მნიშვნელოვანი და ან დღეს შეიძლება და 4 ჯერ დავშლილიყავი და შევრიგებული ხო მე თან ხო ხდები რამდენი გიყვარს მიხვალ მოხვალ რა გეზარება და ხო მიხვალ დაგეზარება თუ რა შენი შეყვარებული რომ გიყვარს რომ მოდიო ან თვითონ რომ მოვაშე რო აღარ მიდიხარ ხო ისე მობრუნდები არა თან თევზები ისეთი ადვილია ის შესახვევად მოდი ვთქვა ცოტა ციგარგონულები და ერთი პატარა თქმილი სიტყვა შენია მეთქე უნდა ეხა იმად რა მარაგი აქვს სიტყვის ხო წარმოგვიდგა ისეთ რაღაცა თელ ესეს წაუკითხავდა და ამას ტრემლებ მოვიდო ესეც მე წაუკითხავდი კარგი ერთ სიტყვით შევაკარგებო ცოტა მეტი სერიოზულობა მოგეთხოვება ტყუპებს ამ შემთხვევაში რატომ იმიტომ რომ ეს ნიშანიც უჩქარობს და ნაჩქარავი გადაწყვეტილებები მით უმეტეს სერიოზულ საკითხებში შეიძლება შეცდომის ტოლფაზე აღმოჩნდეს ამას ითხოვს ყველგან სამყარო და ეხლა რაც შეეხება კირჩხიბს კირჩხიბმა შეიძლება სიყვარული ამ თვეში იპოვოს უცხოეთში აი გზავრობს, მოგზაურობს და უცებ ვიღაცა მოეწონა. შეიძლება ქართველიც იყოს, შეიძლება უცხოელიც იყოს, ხო? აი გზავრობა, მოგზაურობა, შეიძლება საქართველოში იყოს ეს ამბავი, მაგრამ გზავრობა, მოგზაურობის პროცესში ხდება, ხო? საინტერესო ნაცნობობა, რომელიც გადადის რომანტიკულ კავშირებში და ითხოვს მისგან რას? აქტიურობას, ენერგიის გამოვლენას, ოპტიმიზმს და მისი დახვეწილი იუმორის მაქსიმალურად გამოვლენას, რათა პარტნიორი კიდევ უფრო მეტად მოიზიდოს, ხო? ამიტომ ერთობ და სხვა შორის ახლა ჩვენ ლაპარაკობთ ახლა რაღაც ახალ ურთიერთობ, მაგრამ იქნება ხა ყავს უკვე, ხო? ოჯახის გადადის ეს, ხო, ისეთ სასიყვარულო პარტნიორი. აი მაგალითად, ეხლა რო გაემგზავროს რაღაცა მოგზაურობაში. გინდა საქართველოში, გინდა უცხოეთში, მეუღლესთან თუნდაც ერთად. მათი სიყვარული კიდევ უფრო მეტად გაგვივდება და აბსოლუტურად სხვანაირებით უფრო შეიკრებიან. უჩიოთ რო კირჩხიბები თუ წავლენ მეუღლესთან ერთად. ამიტომ ურთიერთობა, მგზავრობა, მოგზაურობის კუთხით ახლა სასიყვარულო იღებს აბსოლუტურად ახალ და დაუვიწყარ ელფერს მათთვის ახსოვსე ძალიან დიდი შთაბეჭდილებებით. ეხლა ესეთ ნიშანთან გადავედით, როგორიც არის ასევე ესეთი ნიშანი, როგორიც არის თუნდაც ლომი, იმპერატორთან ნიშანი, ხო? ეხლა ლომს ცოტა სხვა პოზიცია აქვს, ჩემო კარგო. ეხლა ლომს მოეთხოვება ესეთი რამე, რაც მას მაინდამაინც არ უყვარს. ენაზე კბილის დაჭრა. ეხლა მოეწონა ვიღაცას ხვდება, რაღაცა კავშირებია ჩუმად. ლომებო არ ვინ გაგვიგოს. თუ არ გინდათ რომ ის მერე ჩაიშალოს, დაიშალოს, ჭორები ატყდეს,
ინტრიგების მსხვერპლი არ აღმოჩნდეთ, მიხვდით? ამიტომ მაქსიმალურად ჩუმად კი შეხვდით ყველაფერი, მაგრამ იმიცით რა, იმ საიდუმლოს თავისი ეშხია. სიყვარულსა მალვა უნდა ვიცი. აი, ეს მომენტი აქვს. და აი ლომეს ახლა რა უყვართ, იცი? ლომი ხო იმპერატორია. მან უნდა ყველას აჩვენოს თავისი რჩეული, ეგ რა უშავთ რესტორანში, შეიყო ხალხში, საზოგადოებაში. აი მე რა მაგარი პარტნიორი ვყავს, ეს უყვარს. თეატრს მართავს ლომი, ხო და თეატრალური ეს ელემენტები მაშინ ზის ვერ გავიქცევით, გესმის, მაგრამ ამჯერად თებერვალში ხოთე თქვა ბარჩი სხვადასხვა იქნება, ეს ვერ ველაპარაკოთ. თებერვალში სამყარო მათგან ითხოვს ჩუმად ნუ ხმაურობთ და ასე ვთქვათ ეს ურთიერთობა გაცილებით წინ წავა და უფრო კარგი იქნება საინტერესო თქვენთვის და მე მარტში ხმაურობთ რამდენიც გინდა რა თებერვალში დამალეთ თქვენი სიყვარული მაგრამ პარტნიორს რა უნდა აჩვენოთ ერთგულება აუცილებლად მე ბრძოლის სულის კვეთება თუ მამაკაცია მით უმეტეს ხო ეს უშიშარი ხასიათის ელემენტები და ის რომ იგი დამოუკიდებელია და შეუძლია დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება და მოქმედება ეს განსაკუთრებით დაფასებული იქნება პარტნიორის მხრიდან ეხლა გადავიდეთ ისეთ ნიშანზე როგორიც არის ქალწული საერთოდ ქალწულის სიყვარული ცოტა რთული ამბავია მინდა გითხრათ იმიტომ რომ ქალწული ყველა დეტალს ამჩნევს ეგრეთად ფეხსაცმელია ადამიანის ჭუჭყიანი ხო? საკმარისია. დამთავრებულია ეს ურთიერთობა. არა, დაუშვათ პერანგი გაქვს დაკუჭული, უკვე ინტერესი აღარ აქვს. აღარ მოწონს თქვენთან ურთიერთობა. ანუ ძალიან ისეთი მომთხოვნი ნიშანია მათ შორის პირადში და ძალიან განსაკუთრებულად ითხოვს ყურადღებას. ეხლა ყურადღებაც არის და ყურადღება, ხო? ქალწული მაგალითად სულ ითხოვს ყურადღებას. ესეთი მომენტი რომ შენ მოხვედი არ მიაქცია დიდი ყურადღება შენ საქმე აპ ქალწულისთვის მეუღებელი. იმიტომ რომ ყველა დეტალი მისთვის მნიშვნელოვანი. ეხლა მოდი ავუშვოთ რომ ქალწულს რა ტენდენციები აქვს ამ პერიოდში. პირველ რიგში მოდი ავუშვოთ რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს სწორედ პარტნიორული სასიყვარულო ურთიერთობა, რომელიც შეიძლება თებერვალში ადვილად გადავიდეს ქორწინებაში. ანუ საქორწინო კუთხე ძალიან მნიშვნელოვანია. კარგი დრო აქვს ძალიან. ოღონდ ჩემი თხოვნას ეხლა ქალწულისადმი რა. ცოტა უნდა გახდეს სასწორი. ქალწული. რას გულისხმობ? ქალწული არის კახელი. ხასიათი. პირდაპირ შუბში გეტყვით, რასაც ფიქრობს, და ზოგჯერ სარკასტული გამოთქმებით. თან ჯიუტე. ეხლა არა, თებერვალი თქვენგან ითხოვს რას ნიშნავს გახდეს სასწორი. პრობლემა შეიქმნა რა პარტნიორულ ურთიერთობებში, მშვიდობიან წყვეთ დიპლომატიის გამოყენებით, რაც მას ძალიან უჭირს, იმიტომ პირდაპირია და ხისტია. ეხლა სამყარო ითხოვს ცოტა მეტ დიპლომატიას და კომპრომისების პოვნას აუცილებლად. ის კი არა, მაინც თქვენი არა. ამას თუ ისდა თქვენი სიყვარული ახლებურად გაიფიქრეთ. ეხლა ბატონო მიხელა ერთ ისე ადვილია სასწორი. ნუ მესმის ყველა სასწორი არ არის, მაგრამ უყურე ხა რა ხდება? ჩვენ ხო ასე ვითარდებით. ნელ-ნელა ხო? აი დავუშვათ ჩვენ არა გაქვს ეს თვისება, მაგრამ თუ შენ ამას გამოიმუშავებ, აბა რა ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს. ამას თუ ყველაფერი გამომუშავებადია. ხო, ამას თუ გამოიმუშავებ, მარტო აქ კი არ გამოგადგება. ყველა სახის ურთიერთობებშიც უკვე სხვანაირი ხდები და მეტ პატივისცემას დაემსახურებ, ხო? ეს არ ნიშნავს შენ სისუსტეს, ეს ნიშნავს შენ კუას და სიბრზნეს, ხო? ამაზე როცა იღებ იმას, სუბკონტრაქტავს და მე იღებ იმას. ამას შუაში დადიხარ თავისუფლად. მუსიკალურ ენაზე გადავედით უკვე მშვენიერი, გადასარევი. და ეხლა შემოკარგებო. მოვედით სასწორებთან, აბა გისმენთ ყურადღებით. ეხლა სასწორებზე ვარ. შემოკარგებო, ეხლა სასწორებო თქვენ გაქვთ ძალიან საინტერესო პერიოდი და რა კუთხით? აი, ვის ჭირდება ეხლა ყველაზე მეტად სისუფთავე და წესრიგი. ეხლა ხდებით არნახულად, თქვენ საერთოდ ხართ ესთეტები, მაგრამ ეხლა ძალიან გაძლიერებული გაქვთ ესთეტიზმი. აი გზენით რომ პარტნიორს სურნელი არა კარგი. შეიძლება აი გაგიფუძნეთ ხასიათი. არანაირის არა, ეხლა უყურე, ეს რო უთხრა მაგალითად მორიელს, ან რომელიმე მერწყულს სოციალურად არ ეყოფა. მათთვის ეს მესამე მეოთხე ხარისხოვანი. აი ეხლა თქვენ გამძაფრებული ყნოსვითი ორგანო, სურნელი არ მოგეწონა პარტნიორის, ცუდი სუნა მოასხია. აი რაღაც აღარ გინდა მასთან ურთიერთობა. ეგრევე ფიქრდება ხასიათი. ხო, ამიტომ გეუბნე ხა მერწყული ამას ვერ გაი, იმიტომ იმისთვის მეოთხე მეხუთე ხარისხო ეს თქვენთვის ეხლა გამძაფრებული გაქვთ ეს მომენტი. ესთეტიზმი. მაგალითად, აი როგორი თითები აქვს. როგორი თავის ფორმა აქვს, როგორი ტემბრი აქვს, როგორ ზის. აი ეხლა ეს აი ამის გამო შეიძლება უცებ შეგიყვარდეთ ადამიანი. მიხვდით? ეხლა ეს აი რომანტიკოსი ნიშანი, რომელიც გადადის კიდე ფორმების სილამაზეში. გესმის? აი მით უმეტეს
თუ თქვენ საერთო ინტერესი გაქვთ ხელოვნების მიმართ. დედა რა სასიამოვნოა რომ ერთად ღერი ხართ ან რაღაცა ხატავთ ან ცეკვავ და ასე შემდგომ ეს აღუვებს კიდე აქ განსაკუთრებით ახლა ყოველთვის კარგია ეს ხო ვაღიარებ ამას მაგრამ ეხლა თქვენ ეს გავთ აი ამას განსაკუთრებული სიყვარული მოაქვს თებერვალში მარჩის ვამბები იქნება მე ვილაპარაკებთ იმაზე ეხლა ეს არის თქვენი კრედო ვიხდი ამიტომ ეს არის უმთავრესი ეხლა გადავიდეთ მორიელთან მორიელს რა მოეთხოვება მორიელს მოეთხოვება ჭეშმარიტი სიყვარულის და ერთგულების გამოვლენა რატო ამბობ ამას ხაზგასმით იმიტომ რომ ეს ნიშანია რომელსაც ზოგჯერ იცის მარცხნივ გავლა დიდი ოხრებია უყვარს ხოლმე ეს მომენტი არის მაგრამ ეხლა არა თან უნდა იყოს ძალიან კეთილშობილი. ეს არის თებერვალი მისი ჭეშმარიტი სიყვარულის პერიოდი. ეხლა ერთი რამისთვის იყავით მზად მორიელებო. სამყარომ შეიძლება პატარა გამოცდა მოგიწყოთ. რა კუთხით? აი შეიძლება გაიცნოთ დავშოთ, ქალი. მამაკაცმა, რომელსაც ყავს შვილი. წინა ქორწინებიდან თუნდაც ხო? აი რა სიტყვით. როგორ მოექცევით იმის ბავშვს? ამაზეა ბევრად დამოკიდებული თქვენი შემდგომი ურთიერთობის პერიპეტიები. ანუ ეს ერთგვარი გამოცდა მორიელს ეს მომენტი აქ ეხლა ხო როგორ მოეპყრობა იმ ბავშვს საერთო ენას იპოვის მასთან მაშინ ეს ურთიერთობა სხვანაირად წავა. ეს ხალი უნდა იპოვოს. მაგაზეა ლაპარაკი მაგრამ ეს გამოცდა ხო ყველას არ შეუძლია ზოგს ტვინში სხვანაირი ის აქვს ხო რომ იმას შვილი ყავს უკვე პრობლემაა მე ხვდით ამიტომ ეს სამყარო ამას უწყობს სწორედ მორიელს ამ პერიოდში რაც მეტად იქნება კეთილშობილი მოსიყვარულე მათ შორის იმის შვილის მიმართაც თუ ესეთი რამ იქნა მით მეტად იქნება გაფურჩქნული ამ ურთიერთობებში და ეს ურთიერთობა იქნება absoliutat სხვა და მარტი გაცილებით უკეთესი იქნება სიყვარულის კუთხით მორიელისთვის წინ და წინ ვეუბნები ამას შვენიერი ეხლა გადავიდეთ უკვე მშვილდოსნებთან მშვილდოსნებთან შემოგარგებო თქვენ ხართ მოგზაური ნიშანი გიყვართ სიარული ხალხი საზოგადოება საზოგადოებრივი ნიშანი უდავოდ ოპტიმისტი ეს ყველაფერი ძალიან კარგია მაგრამ ეხლა სამყარო ცოტა სხვა რაღაცებს ითხოვს თქვენგან რას ინტუიციაზე დაყრდნობით მოქმედებას მარტო ის რომ თქვენ გაქვთ ლოგიკური მსჯელობა აქ საკმარისი არ არის ანუ ინტუიციას უნდა ინდო. იგრძენით, აი შეხედეთ ხო? დაემსგავსეთ თევზებს. მართალია, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე ინტუიციური ნიშანია, ხო? თევზებმა შეიძლება ხშირად ვერ მიპასუხონ. აი რატო ფიქრობ ამ ადამიანზე ასე. მაგრამ რასაც ფიქრობ ზუსტია. ამაშია საქმე, ხო? აი ეს ახლა მოეთხოვება სწორედ ამ ნიშანს. ინტუიციად იგრძენით, ვინ არის თქვენს წინ. მარტო ის კი არა რომ ლამაზად გიყურებ და ლამაზ სიტყვებს გეუბნებათ, არა, გულის ხმა, არა ინტუიცია. ხო, გონება იტყუება, გულის ხმა არა. ამიტომ ეხლა მაქსიმალური ინტუიციაზე დაყრდნობა აუცილებელია და კიდე ერთი რამ, გასტრონომიული ელემენტები. თუ თქვენ ორივეს გიყვართ კარგი სუფრა, ძალიან დაგახლოვთ. აქ საერთო ენას იპოვი და სულ სხვანაირად განავიწყოთ მაღალი ალბათობა ოჯახის შექმნისა თქვენთვისაც. ეს მშვილდოსნებს რაც შეეხებოდა. ახლა თხისკაცთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია იმ კუთხით, რომ ამ პერიოდში მოეთხოვება მრავალფეროვანი კონტაქტები, შეხვედრები, მოლაპარაკები. შეიძლება სასკოლო პარტნიორი გამოჩნდეს მეზობლებში. მოგეწონათ მეზობელი გოგო. შეიძლება ისო მეგობრულ წრიდან შემოვიდა, შეიძლება მგზავრობის კუთხით. ანუ ძალიან დიდი სეგმენტია. სად შეიძლება უცებ შეხვდეთ სასკოლო პარტნიორს. რა მოგეთხოვებათ? კომუნიკაცია, კარგი ორატორული მონაცემები, თქვენ უნდა მიიზიდოთ არა თქვენი კონსერვატიული პრინციპებით, არამედ ამ შემთხვევაში მეტი კომუნიკაციით, დახვეწილი იუმორით და საინტერესო ინფორმაციით, რომელიც გაქვთ. აქ თქვენ განსაკუთრებით ფასდებით თქვენი გონებრივი ინტელექტუალური შესაძლებლობებით. რითიც იზიდავთ ძალიან პარტნიორს. გადავედით მერწყულებთან. მერწყულებო, შემოკარგებო, აქ ძალიან მნიშვნელოვანია რა, რომ პირადი ურთიერთობა ეკნებოდეს სტაბილურობას და ერთგულებას. ისე არა, როგორც გახსოვებია, მერწყულს უყვარს თავისუფლება, მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება ეს თავისუფლება ცოტა შეიზღუდოს, იმიტომ რომ ეს პარტნიორი მოითხოვს მეტ ყურადღებას თქვენი მხრიდან. მაგრამ იმოქმედად პრინციპით შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერით, ხილად, ნუჩქარობთ აქაც. უცებედი ეიფორია არ დაგემართოთ, რომ აურა გადასარევი იყო. მეორე დღესაც შეხედეთ, შეხედეთ მესამე დღეს, აბა რა ხდება, ისეთივეა? უნდა იყოს სტაბილურობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია თქვენს შეხედულობაში და სიყვარულში. და მე ვადექით თევზებო, შემოკარგებო. ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გაქვთ თქვენ სასკვალო პარტნიორული ურთიერთობების კუთხიდან, მით უმეტეს 18 რიცხვიდან ეხლა როცა მზე გადავა თქვენ ზოდიაქოში. ვინ დაჩერდება თქვენს წინაშე? აი არა, ახლა უყურე, აი თქვენ იქნებით მოწმე. აგერ ხო ყავს წარმოადგენელი ხო თევზების. ახლა ხო ხედავთ როგორია, ხო? შეხედეთ 18 რიცხვის მერე. თვალები როგორი გაუხდება.
რა მიზიდულობის ეგ დაკვირვება ენერგია უნდა წავა. ვაწარმოოთ. რა მიზიდულობის ენერგია წავა და რომანტიზმი. მე ეს კაცი უნდა დავიჭიროთ, არ გაგვექცეს, არ მოგვიტაცონ. მეხდი? აი ეს არის თევზებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო და ნახეთ როგორი ამის დახვეწილი იუმორი. შემოქმედებითი ნიჭი, შარმი, მიზიდულობა და კრეატიულობა მოქმედებისა ერთი-ორად გაიზრდება. ამიტომ ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი ერთ-ერთი შემთხვევდა. ძალიან ხან ვაგიჩუქდებათ გული ზოგჯერ მოგიყვებია რაღაცა ისტორიებს და ცრემლებს თუ გამოუშვებდა. ამის გამო შეგიყვარდა ჩვენა შეცდომა და უშუალოდ კაცო. ზოგი ყველაზე მეტი მოთამაშე, აი რასაც ქვია იგროკი. სწორედ მიდის თევზებთან. რატო? იმიტომ რომ ადვილად შეიძლება გულის და ესენი არიან ხშირად ისინი, ოღონდ ბიჭები არიან ხოლმე რა, გოგო არ გვინა. გოგოებიც არიან. რა ქვია? კირჩხიბები არიან ჩვენი სისხლის აი მწყობელი. ასე გამოსხილება სადაა გავლილი უკვე მეგობრებია, მეგობრულად და იცი რა. ესე ტყუპები კირჩხიბები გასაგებია. არ მოხვიდეთ, არ დაურეკოთ. გაბური. არა, ეგ მაგათ ხო ძალიან იციან, აი რაღაც ცოტა უფრო წუწუნი და რაღაცა და ეს წუწუნს სადაც ვიგებ მე დავდივარ და იმათ ვეხმარები თუ რაღაცა. ხო, მაგრამ ტყუპები არ წუწუნებს, მაგრამ არა, იმაზე ვამბობ. კირჩხიბებზე. ხო, ხო, წუწუნი კირჩხიბი არ კი. კი, კირჩხიბი თქვი, მაგრამ იქამდე ტყუპებიც ვახსენეთ ჩვენ. ტყუპები არა, მის სხვა რამე მე ვამბობ მეგობრ ბიჭებზე აქ ლაპარაკი არა არ მქონია რა ქვია ხო ნუ ესე იგი თავისუფალი ხსნილი ეს თემა კირჩხიბი ქალებისთვის კი ბატონო კაი ბატონო ესე იგი ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია თქვენ შეხედეთ აგერ ბატონო ჩვენს ერთ სამყაროს 18 რიცხვის მერე თვალები როგორ გავწყინდება და როგორი კრეატიული გახდება ეს მოკლე ინფორმაცია ყველას მე მინდა გისურვოთ სიყვარული და სიყვარულით გაგევლოთ ეს ცხოვრება